დღეს ახალ წელზე ვისაუბრებ და არ დამიწყოთ ახლა საჭესთან ვარ. ბევრს ვერ გიყურებ და ესე შემდეგ რა. სანტა-კლაუსი, შევეგებოთ. Zamçun. აბა. ეკაია. ამბობენ მუდმივი არაფერიაო. რასაც ვერ ვიტყვით ვინეგრეტზე. გაჩერდი ბიჭო, ბავშვები უყურებენ ამ გადაცემას. მოგესალმებით. მე სპარტაკი ვაროთიაშვილი და ეს არის გადაცემა გოზინაყი. ჰო. სწორედ მიხვდით. დღეს ახალ წელზე ვისაუბრებ და არ დამიწყოთ ახლა საჭესთან ვარ. ბევრს ვერ გიყურებ და ესე შემდეგ რა. მალე დაიწყება პერიოდი, როცა სახლში ყველაფერი ახალი წლისთვისაა. კამფეტები, შოკოლადები, მანდარინები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ღვინის გარდა. აბა, ღვინო თუ არ გავსინჯ, ხა ხო შევწყვეტ სტუმრებთან. მე პირადად ახალ წელს სახლში ხვდები. და მე ვნახოთ, სად მიპოვიან თავით გარჭობილს თოვლში. სხვანაირად რო ვთქვა, ახალ წელს სახლში ხვდები, რომ გარეთ უკეთესია და გარეთ გავდივარ რა. აბა, გამიდა სახლში, ყველა გარეთ არის. თავიდანვე გირჩევთ 1 იანვარს ისე ნუდალებთ, რომ მეორე დღეს აღარაფერი გახსოვდეთ. ნუ ახლა რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლებს ეს არ ეხება. ძალიან კაცო იგულავეთ, მიდი. გამოგიტყდებით და მეც დავუწერეთ თოვლის ბაბუას წერილი. ხო და თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე შაქარი, ბრინჯი, ფქვილი, ზეთი და რამოდენიმე კონსერვი დავაბარე. მაინც ოჯახი ხრამია ბიჭო. ასტროლოგების რჩევით 2026 წლის სუფრაზე უნდა ჭარბობდეს წითელი, ოქროსფერი და მწვანე ფერები. მე პირადად მწვანე განსაკუთრებით მე თუ იქნება, რა ვიცი, გამიხარდება ძალიან. ზოგი ნაძვისხეს ნოემბრის ბოლოს რთავს. ზოგი დეკემბრის შუა რიცხვებში. მე 31-ში. 12-ს რომ მიუკაყუნებს, აი, წუთები რო არ დარჩენილი. ავანთე ვაშა და ჩავაკრო. წავს კაცო ეს დედაარღმიანი და რა იყო, ხო რა თუნა მთელი აფშღიალე. ახალი წლის დღეებში ჩვენს ოჯახში ყველაზე მეტი საცივი, გოზინაკი, ჩურჩხელა, გოჭის ხორცი, ხორციანი ბლინები, ხაჭაპური, მანდარინი და შოკოლადი იჭმება. ახლა აქ ის ხმურება უნდა. აბა, სამჩვენ. თუ იცით, როგორ მივხვდეთ ჩვენმა მეგობრებმა რამდენი მანდარინი ჭამეს ახალი წლის დღეებში. შხილებზე ეთქვა. ამბობენ მუდმივი არაფერიაო. რასაც ვერ ვიტყვით ვინეგრეტზე. რომელიც 31 დეკემბერს კეთდება და მე მთელი წელი გორიალოთ მაცივარში არა აქ დავდებ, არა იქ ჯობია. შეიძლება ყველა კერძე ქართველების მოფიქრებული არა, მაგრამ გაცხელებას ვერავინ არ წაგვართმევს. იმენა ჩვენია. მხოლოდ იმერულ ხაჭაპურს შეუძლია 12 გაცხელების შემდეგ მაინც გემრიელი იყოს. და მხოლოდ ოლივიეს შეუძლია 12 ამორების შემდეგ ისევ ისეთივე ნაგვად დარჩეს. რაც ზემოთ იყო. თუ სტუმრებს დალებოდით არ უნდათ, ამბობენ ვერ დავლევ წასასვლელი ვარო. მაგრამ მაინც იმდენს ვთქვამენ, სიტყვა წასასვლელსაც ვეღარ ამბობენ. სადაა? ახალი წლის დადგომამდე ყველა საათზე იყურება და ჩემი აზრით ჯობია მაშინაც დახედოთ საათს, როცა ოჯახს აწუხებთ დილის 5 საათთან. წადი თქვი და წასული თქვი და წადი. ახალი წლის დღეებში საკმარისია ბებიას ერთხელ ცუდად ეხუბრო და აღარც ახალი წელი უნდა, აღარც საცივი აღარ თქონდა და ანევე თავი ერთი. ამ პერიოდში ბევრ რამეს ვერ ითმენენ ადამიანები. ვერ ითმენენ, რომ მანდარინი არ ჭამონ, გოზინაკი არ გასიჯონ და კიდევ ეზოში ძალიან დიდ ხლაფურას რომ აფეთქებენ და ამას ვერ მოითმენ ახლა. კიდევ თუ არ ამოდის ეგრე. ახლა გამორდეთ კამერები, სტუმარზე გადავიდეთ და მოურჩეთ მალე წვავს ეს ხოჭე. ჩვენი გადაცემის სტუმარია სანტა-კლაუსი, შევეგებოთ. მოგესალმებით ბატონო სანტა. თავის იგზეთ როგორც ლაპლანდიაში. მოგიტანე საჩუქრები, ხავი და ბარაკა მისურვებია. აბა მოდი ბიჭი, ჯაბიჯები. პირველ რიგში მაინტერესებს, საიდან მოდის ეს ჰო. თოვლის ბებიადან. თოვლის ბებიადან როგორ? აი რომ ირეკავდო ხოლმე ის წამოიღე. ჰო, გავიგე, და დავკითხა რა. უნდა შევცვალო რა, ხო. რატომ უნდა შეცვალო? ყველას გქონია რომ პირდები რაღაცებს. აწი შევცვლი. აბა. ეკაია. მაინც სანტა-კლაუსი ხარ ახლა და ყველა შენგან საჩუქარს ელოდება და აი მე რა მომიტანე საჩუქრად. ნუ ხა გააჩნია როგორ იქცეოდი ამ წელს. მაგის მიხედვით არის?
თუ მაგის მიხედვით არ გავიცი ხა აი ეს წერილი იქეთ შენ რო იყო სულ ვიქცევდი საგრამ მილიონობით ბავშვი გიგზავნის ხოლმე წერილებს და მაინტერესებს აი როგორ ასწრებ მთელი წლის განმავლობაში ამდენ წერილს წაკითხავს კი არა მაინც ყველას iPhone-ი უნდა რა აზრია რა ვიცი ხა ჩემ დროს მარტო მანდარინი და ლასტასკა კომპეტები იყო და iPhone-ები რა იყო უკვე მანდარინი რამე უცნაური წერილი თუ დაუწერიათ ბავშვებს ერთი წერილი გამახსენდა ასე იწყებოდა რა ტექსტი შენი აი გასაგებია ვხვდებით შინავს დაახლოებით ვხვდებით რა იწერებოდა მე მართლა თოლის ვაგიერო გაჩერდი ბიჭო ბავშვები უყურებენ ამ გადაცემას ჩამოვედი ლაპლანდიიდან ჩამოვიდანე საჩუქრები ისე მაინტერესებს თქვენ მართლა ლაპლანდიიდან ხართ არა გავს აფრიკიდან ვარ ლაპლანდია კი არა აი რამდენი ელფი ყავთ ახლა ელფები გეყოლება ელფი მეც დავითვალე ესე ელფი ოლფი სალფი ოთხფი ხუთფი არიან რა ბლომად რა არიან ხო ბუდიში ერთუდი ბუდიში ელფი ბუდიში რა უკაცრავად ეს ლამბერაფერი გეტყვი და მაინტერესებს თქვენს მარხელს ტექნოლოგიებად თუ აქვს გავლენა არა ვერ გაიარა ბიჭო აი ეს ირმებს აღვარს და წეროზე თუცეო ხო რაც არის ხო რაც გამოადა რამდენად მძლავრი ის აქვს მარხილი ახლა იმიტომ რომ თქვენ 200 კილო ხართ და ხოლმე დაწესდა 70 ირმის ძალა აგარს იდგავენ დღეს ერთმა დაიდგა ფეხი და აუყლის თავდით მაგრამ ეხლა რა შეეხება სახში შესვლას ალბათ ძირითადად ბუხრიდან იპარებით ხო აჩნი ახლა თუ საჩუქრები ჩემო გზევიდან ვიპარები და თუ ხალთან ვარ და ქმარმა შემოგვისწრო ქვევიდან ვიპარები კაი ვარიანტია რა პრობლემებს ხვდებით ხოლმე ბუხარში ჩაძრომის დროს გეტყვით ფეხები ხომ ეტევა ფერდები ხომ ეტევა ბეჯები ხომ ეტევა აი ეს თავი აღარ მეტევა რა რანაირად კი ნაუქნაი ისე ახლა ხო იღებ ამ მშობლებისგან ფულს ამ საჩუქრების მიტანაში და პლუს ამას ზემოდან რო ჩამოდიხარ იქაც ხო გიმატებენ თასლას იმ ბუხის გაწმენდაში აი ყველაფერი მოთქვა ბიჭო ისე მაგრამ ვეჩვი ამ სახში ბუხიდან შესვლას და ჩემთანაც ესე შევდივარ ხოლმე იმ დღეს ელფი შეხვდა ზემოდან რო შემოვიდივდი ელფი შეხვდა ეტყობა აერია გზა იმ საწყალს ხო ეტყობა საკვამური აერია და შეიძლება ლოგინიც აერია რა ვიცი აი ხო როგორც ვიცი სანტა კლაუსებს რძეს და ორცხობილას ახვედრებენ ხოლმე და თქვენც ალბათ მსგავსად ხო რა რაღაც 100 გრამი და სალამი ყოფნის მე მერე ვფლები ხოლმე და გასასვლელს ვეღავხდები იმ დღეს ბავშვმა დამინახა ჩასული რომ ვიყავი ალბათ საჩუქრების დატოვების დროს ხო რა საყვარლოა რა რაღაც ნაძვისგან სამსავდია რა ნაძვისგან რა სამსავდია პროსტატა მაწუხებს კაცო რა ვქნა სერიოზულად გაწუხებს პროსტატა ხო ეს მამები კაცო რა უნაუსლები არის ხო ჯერ გამოიძახებენ ხარს მერე გამოიძახებენ თოლის ბაბუას ჯერ გამოიძახა მერე გამოიძახა ქალი ადამიანი ხო ამასაც ხოდა გართობა ხო ეს ახალგაზრდა წყვილები თოლის ბაბუა რომ მოვა მოილებს მერე ხო შეიძლება დაიწყოს მეორე შვილი ხო რა ვიცი კაც იქნება და რა რა იქნა ისე ყველას თქვენას საჩუქრებთ ახლა ბოლო თოლის ბაბუა და თქვენ თუ იღებთ ხოლმე საჩუქრებს მე სეგურიშკომა საჩუქრებს ხოლმე საღამოობით რითი გასაჩუქრებთ ფორთოხლებით მასაჩუქრებს და დიდი ნესვებით სხვათა შორის მე მინდა საჩუქარი გადმოგცე ატრაგე აგარა აი კი ხარ თოლის ბაბუა და ყველას მე გადმოგცემ ახლა საჩუქარს აი მე ახლა ვერ და აი ვერ ვიტყვითო ეუნები მაგ თქო რა რა არის რა არის და რაც მთელი ბავშვობა გამიტრახე საქმე წაბლი და მანდარინი კაია ეხა ეგ აჰა კაია ეხა ეგ აი არ მოგწურეს აღაფერი ისე რამის თუ გეშინიათ კლაუსტროფობია მაქვს ეს მაგარი იხუმრა იღადავა იმისე დავა რა გინდა ძო აღარც ვიღადაო შენ არ იცი მე რაღაცში ვარ რა დღეში აღარავის აღარ უნდა ეს ჩემი ისე პროფესია რატო ყველას ბუხარი აღარავის აღარ ყველა იმაზეა გადასული ცენტრალურზე და იმ ბილებში მე ვერ ჯვრები რა ვქნა ისე ცოტას თუ დაიკლებ გაეტევი მათი არ აი რამდენი დავიკლო რა ვიცი 200 კილო მათიან შეიძლება გავედავი რა ვიცი რა მაშინ უნდა გავატიო რა ვიცი ხო თქვენზე მოთხოვნა ყოველწლიურად იმატებს თუ იკლებს არა იკლებს ნელა იკლებს რა ვქნა ეხ ყველაფერს ტებუდან იძერს და მანდ არის წავსი არა
ნათურღის ბაზრობა რა უნდა. ეს თითელი ფორმაც ვერ გამოვიცვალე, ვეღარ გამოვცვალე. ეს წითელია? ო, თავიდან კი იყო წითელი. ანუ პრეზიდენტი ძალიან ბევრი მქონია, ხო? ქონდა, წინასწრებს ქონდა საერთოდ ვერაფერი ვერ გავაკეთე რა, კაპიკი ვერ ვიშოვე. ხო, მაგრამ აბა მთელი წელი რა სჭამდით, რა სვამდით? შენებზე მე სავირემი რა ნოყავს. აი, გადავიჭრე. რა მყავდა თავიდან. ძალიან კარგი. ახლა მინდა ცოტა გაგახალიცოთ. ობა, ახლა იყო რაღაცა და გავხალისეთ და მე მაქვს თქვენთვის პატარა კვიზი. გამოვიდა კვიზი? კვიზი არა, პატარა კვიზია, რა. თქვენი საყვარელი სერიალი. სანტა-ბარბარა. საყვარელი ქალაქი. სანტა-კრუზ. საყვარელი ფეხბურთის მოედანი. სანტიაგო ბერნაბეუ. საყვარელი სასმელი. სანტა თუ დავეფინანსებინეთ განაცვალე და ვიტყოდი იმას. ახლა იყო სანტა. არა, ვიგა. ო, კაი სასპელიროა. აი, ხო. და ბოლოს რომელია თქვენი საყვარელი სიმღერა? მაგარი. კაკაიოსელაგიახტა. აი, უჯო ხო ვითხარ ბავშვები უყურებენ მეთქი, რა იყო? ოდიში. კაკაიოსელაგირო ხო. კაკაიოსე. გასაგები, კი არა. მოგეთ ძალიან დიდი მადლობა მინდა განაგიხადოთ, როგორც მე ამ ახალ წელს მოხვედით საჩუქარი იქეთ გაჩუქე, მაგრამ მაინც კარგი იყო. აქვე გილოცავთ ახალ წელს, რადგან მერე ხაზები იქნება გადატვირთული და ვეღარ მოგილოცავთ. კარგად ვსანდებოდეთ. არ არსებობს, თოლის დაგო, არ არსებობს. გიგონები, ატყუილიებ, კარგად ვსანდებოდეთ, კარგად. გამოვთეთ. არ დაიჯეროთ, არა.